ყველა სტილამშვიდობის ძვირფასება როგორ ხართ? ეხა არის დილის 11 საათი სრულდება ჩემთან. ეხა ვიყავი ბაზარში, ჩემს სახლთან არის ახლოს, პროდუქტი შევიძინე და გაგიზიარებთ, იქ ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ მოვახერხე გადაღება. ამიტომ სხვა დროს იყოს. მინდა რომ გისურვოთ ბედნიერი და პოზიტიური დღე ყველას. ჯანმრთელობა პირველ რიგში. ეხა პენსიას გამოვიწვი და შევუდგები საჭმლის გაკეთებას, მანამდე გაგიზიარებთ თუ რა შევიძინე. დროებით. მოკლედ ძვირფასებო, როგორც გითხარით, ვიყავი დღეს ბაზარში, პროდუქტი მინდოდა და შევიძინე, რაც მჭირდებოდა და გაჩვენებთ. ეს არის ბანანი. ცოტა ბულგარული ძიძაკა მინდოდა. 2-3 ცალი დაახლოებით, მეტი არ მინდოდა. ვაშლი შევიძინე ცოტა. ცოტა მქონდა და ბევრი არ მინდოდა. და პომიდორი შევიძინე მწვანილები, ეს მწვანე ხახვი, ქინძი და კამა. შევიძინე ლიმონი, კარტოფილი 3 კილო. ამის სახელი დამავიწყდა და მე მაპატიეთ, ვერ ვიხსენებ სახელს. ეს შევიძინე ჭარხალი. ეს ფოთლებიანით უნდა გავაკეთო მერე, როცა მომხარშავთ ძვირფასებო. ფოთლებიც უნდა მომხარშო. ეს ყველაფერი დაჯდა სადღაც 20 ევრომდე. ძვირფასებო, ეხლა ვაკეთებ საჭმელს. დაგჭირდება პომიდორი, ბლენდერში რომ გავატაროთ, დაჭრილი ხახვი, რომელიც უნდა მოვშუშო ჯერ და 1 ცალი ბულგარული მწვანე ძიძაკა, რომელსაც დავჭრი წვრილად და მოვშუშავ. სხვაცეთი მოვშუშოთ ხახვი ძვირფასებო. ჩაყაროთ ხახვი, მოვშუშოთ ხახვი და ხახვი რომ მოიშუშებდა, მერე ჩავასხავ ბლენდერში გატარებულ პომიდორს, მერე დავაყრი ბულგარულ ძიძაკას, ერთად მოვშუშავ, ცოტა წყალს დავამატებ, რომ მივიღოთ ერთგვარი მასა, ცოტა სქელი ოდნავ. ჩავასხათ ბლენდერში გატარებული გახეხილი პომიდორი, გახეხილი არა, გატარებული. ჩავასხი ბლენდერში გატარებული პომიდორი, ხავს. მოვურიოთ ოდნავ. ცეცა ჩემო ძვირფასებო, ხახვი მოვშუშე, დავამატე ბლენდერში გატარებული პომიდორი და ეხლა ცოტა ხანში დავამატებ ძიძაკას, მწვანე ძიძაკას ბულგარულს, წვრილად დაჭრილს. ეხლა ჩავამატოთ ბულგარული ძიძაკა 1 ცალი, აი ესე წვრილად დაჭრილი ძვირფასებო. ვისაც ძიძაკა არ გიყვართ, შეგიძლიათ ძიძაკის გარეშე გააკეთოთ და მიირთვათ. არ არის აუცილებელი ძიძაკა ჩავამატოთ თქვენც. ჩავამატოთ მარილი, გემოვნებით, პილპილი ცოტა, ზეთი მოვასხათ და მოვასხათ ცოტა ძმარი. ამ ყველაფერს ჩავამატოთ 1 სუფრის კოვსი ტომატ პასტა ძვირფასებო. გავხსნათ კარგად და დავაცადოთ ეს ყველაფერი მოიხარშოს. ცოტა შაქარსაც უშვები მე, რომ უფრო ცოტა მოტკბო მქონდეს. გავუკეთეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი ძვირფასებო, ძალიან გემრიელია ტომატ პასტასთან ერთად. დავუმატოთ 1 გვილი გახეხილი. მოხდება. მოკლედ ძვირფასებო, თქვენთან მაქვს სათხოვარი. მინდა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. თუ არხს არ გამოიწერთ და ბევრი გამომწერები არ მეყოლებით, მაშინ შენ მომწევს არხის გაუქმება, რაც ძალიან არ მინდა. გამოიწერეთ არხი, რომ მეც უფრო სტიმული მომეცეს და მერე შემოგთავაზებთ ყოველდღიურ ბლოგებს.
უფრო საინტერესოს. თუ გამოწერები არ მეყოლები, ძალიან ცოტა მყავხართ ახლა და მე ვერ ვხედავ უბრალოდ ყოველდღიური ბლოგების გადაღების აზრს. ამიტომ გამოიწერეთ, ავიდეთ 150-ზე, 250-ზე და მერე შემოგთავაზებთ ყოველდღიურ ბლოგებს, უფრო საინტერესოს. უფრო სტიმული მინდა რომ მომეცეს თქვენგან. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ და ყველაფერს კარგს და ლამაზს გისურვებთ. ეხლა შეგვიძლია ჩვენი მაკარონი ვიფესება. ეს პატარა მაკარონები, რომელიც მაგას ფარშავი გაჩვენებთ. და დასრულებულ ვარიანტზე შემოგთავაზებთ. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. თუ არ მეყოლებით ბევრი გამომწერი, მაშინ აზრი არ აქვს ჩემი ვიდეოების გადაღება და სავარაუდოდ გავაუქმებ არხს, რაც ძალიან არ მინდა, ასე რომ გამოიწერეთ არხი ვიდეოს ბოლომდე. გთხოვთ. ესეთი ჩვენი მაკარონი ძვირფასება, ესეთი მაკარონს ფარშავასაც თქვენ რომელიც გინდათ ის მოფარშეთ. მოიხარშეთ ახლა ცოტა აკლია ამას და დასრულებულ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ გაჩვენებთ.